გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვარ ბექამ რუანიძე, მელომანი და წიგნების მოყვარულის. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პლანეტის ყველაზე ლეგენდარული ბენდი, ალბათ ნომერ პირველი ბენდი ბიტლების შემდეგ. მოდი ესე ვიტყოდი, საუბარია როკ კვარტეტზე Led Zeppelin-ზე. პირველი ფაქტი ის, რომ შემთხვევით არ წარმოშობილა ეს სახელი Led Zeppelin-ი, მოდი მოგითხრობთ როგორ წარმოიშვა ეს სახელი. იმ დროისთვის ძალიან ცნობილი ჯგუფის სახელწოდება გახდათ The Who, რომლის წევრები გახდათ როჯერ დოლტრი, პიტ ტაუშენდი, კიტ მუნი და ჯონ ენსტვილის. შემთხვევით კიტ მუნმა და ჯონ ენსტვილმა მოულოდნელად, რა თქმა უნდა, ხუმრობით გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ ჯგუფიდან და შეექმნათ ჯგუფის სახელწოდებით Led Zeppelin-ი. ამ ზემოთხსენებულ შეკრებას ესწრებოდა Led Zeppelin-ის მომავალი პროდიუსერი პიტერ გრანტი და სწორედ პიტერ გრანტმა ურჩია ჯიმი პეიჯს, რომ დაერქმია Led Zeppelin-ი. მეორე ვერსია არის ასეთი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისი არის კაპიტალიზმის და როკის სამშობლო, შემთხვევით ერთ-ერთ წიგნში ჯიმი პეიჯი დააწყდა ძალიან ცნობილი მე-20 საუკუნის ძალიან ცნობილი გამოგონებლის ფერდინანდ ფონ ზეპელინის გამოგონებას, რომელმაც გამოიგონა ცეპელინი, რომელიც ასრულებდა რეისებს, მაგალითად ინგლისი, ნიუ-იორკი, ინგლისი. და მეორე ვერსიის თანახმად სწორედ ფერდინანდ ფონ ცეპელინის პატივსაცემად დაარქვა ჯგუფს სახელწოდება. მეორე ფაქტი გახლავთ ის, რომ ჯგუფის პირველ და უცვლელ მენეჯერად იქცა პიტერ გრანტი. ეს პიტერ გრანტია, რომელიც მოგვიანებით სოფლიოს გააცნო ფრის ვოკალისტი პოლ როჯერსი და ჯგუფი Bad Company-ს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მესამე ფაქტი ის გახლავთ, რომ ჯიმი პეიჯი იყო ის ადამიანი, რომელიც თავისი ინსპირაციის წყაროს ღებულობდა ალისტერ კროულიდან. ალისტერ კროული ცნობისთვის მეგობრებო გახლავთ მე-20 საუკუნის შავი მაგი, ოკულტისტი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი და ალპინისტი. ეს ის ალისტერ კროულია, რომლის სახლი ბოლესკინ ჰაუსში, შოტლანდიაში, ლოხნესის ტბის ადგილზე ჯიმი პეიჯმა ჯგუფის პოპულარობის პიკში იყიდას. და მეოთხე ფაქტი ის გახლავთ, რომ ჯგუფის პირველი ტურნე უკვე სახელწოდებით Led Zeppelin-ი, მანამდე მათ ერქვათ Yardbirds და New Yardbirds, კონცერტი ჩაატარეს სკანდინავიაში, კერძოდ ძალიან ცნობილ როკ და ფოლკ ფესტივალზე ბათში. ბათი ეს არის ძალიან ცნობილი საგრაფო და პუბლიკა მათ ძალიან დიდი ოვაციებით შეხვდა და სხვა შორის ძალიან ბევრმა არ იცის და მე ახლა გეტყვით, რომ სწორედ ჯიმი პეიჯი იყო პირველი როკ მუსიკოსი, რომელმაც გამოიყენა